მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო და ეხლა მოვედი თბილისის ზღვაზე. აქ გვაქვს გაშლილი, რასაც unboxing-ს გავუკეთებთ, განყუთვას და იქ ცეცხლს დავანთებთ, საჭმელს მოვამზადებთ და ბევრ რაღაცას იხილავთ ამ ვიდეოში. ამიტომ დაელოდეთ. მოკლედ სანამ ცეცხლი გიზგიზებს და კარგად გაღვივდება, დავიწყოთ ჩვენი განყუთვა. Yeah, boy. ზარი. ინფლუენსერები ვით გავაკეთე რა ჯერ. ეს არის როგორ აბა? არ ვიცი მე ინფლუენსერებს არ უყურებ. ხელი აფა. ფოკუსი. ეს არის ნამდვილი ერთადერთი და განუმეორებელი ჩაინიკი. შეგით ახლა მილიონი რო იყოს. ამაში წყალს ავადუღებთ ახლა. ოპანა. Beef lasagna. პირდაპირ ამერიკიდან არის. შრალი კვება იდეაში. ჩვენმა ჩაინიკმა უკვე ფერი იცვალა. ერთი წამი ჯობია. ჰაი! იუშო ჰე. ეს რა? ეს არის თოკები. ეს კარვისთვის. ესე იგი ორი ცალი თოკი გვაქვს, რომელიც რაო, Diamond Raider გამოქორდა. ნუ ეს კარვის გასაშლელად გამოგვადგება, რაც წინაზე გვჭირდებოდა. კარვის გასაშლელად კი არა, ყველაფრისთვის გამოგვადგება. თან მოშნადა. ეს რა არის ზომობაზე გაფიცე? Stick on body warmer. აჰა, ესე 12 hours heat. Super sized, ready to use. დავტესტოთ? Activate. ეხა? ხო. მეტყობა რამე უციო. ხო და დავიკრათ, აი ხო. მე აქ რო დავიკრა. დადე. აი ამას გავტესტავთ ეხა. ეს არის კემპინგის ყველაზე მაგარი რაღაც. ამაში ვასხავთ წყალს და აქ ჩვეულებრივად ონკანი გვაქვს. ასევე დუში. ეს არის დუში. უმაგრდება რა აქ რა ეს. სატყუარები, რამდენ გრამიანია არ აწერია, მაგრამ იქნება ალბათ 3 გრამიანები. ვერ ვხედავ. აი კიდე ერთ სატყუარა. ო, საკალმახე. ორი სატყუარა. აქ უკვე ვოკი უნდა გავაკეთო. ოპა, თოკო. დღეს რასაც ვაპირებთ? აი ზუსტად ეგ გამოგვადგება დღეს. ეს არის მარშმელოუს და ჰოთ-დოგების და ეგეთი რაღაცების შესაძლოა. და კაკრას რო კარგად აგიზგიზდება ჩვენი ცეცხლი, მაგასაც ეს გავხსნათ მომე. ეს არის კოუზი, ჩანგალი და ეგეთი რაღაცებია მოკლედ. იყო. ოზრა? გატყდა ჩვენ. გატყდა? რა გატყდა? არა. ეს რა არის? ესაც არა, ეს არის ხსნა. ხო. აუ ძალიან დამეღვასა სხვათა შორის ეს და ვისაც ევასება კემპინგი ძალიან მაგარი რაღაცაა და ბიჭო მე წესები უნდა super size extra ready to use. შენი გავხსნა. ეგ დაიმახ შენია. იყოს. What the fuck? ერთი ცალია? ჩვენ ჩაინიკე ხო დაუშვეს. არა რა ერთი ცალი ძალიან ბევრია, მიწებებულია უბრალოდ. აი ბიდი. მაგრამ ეს ბიჭო არ უნდა იყოს, შიგნით უნდა იყოს. რა ცუდად. ოპა. ეს გახსენი? ერთი ცალი. ერთი ცალი? კი. მაშინ შენ აღარ გაქვს. არა უშვს. მოდი აბა დაგაკრა. ხელზე არ უნდა ეს ტასმი შიგნიდან უნდა იყოს. გავიგოთ, გავტესტოთ. ხელზე? ხო. რა ქიმიშიც? აბა გავიგოთ ახლა. დაგტბება თუ არა ამ ხელზე. კაი, აბა მოდი იმას წავიკითხავ. საიმართება ხელზე. ემართება? გიბუჟდება? რაღაც აიმართება ხელზე. რა ემართება? რა ჩერდი? ო? ოპა! ეიცა. აუ სუნი აქ. აუ აუ იმენა. აი ის რო იყო გახსოვს?
გახსოვს რა ეხლა ცოტა ბებიულად ვიყავ. გახსოვს? რა პაფლოცკი, მაკარონი აზრ ხარ? არა ძმა მე 99-იანი ვარ ეგეთი რაღაცა. ნუ იყო რა მომიწია მეც რა, პაფლოცკი იყო ისა. ფლოტის საკვები იყო ესე ეძახდნენ რა, იყო მაკარონი და რა ქვია იმას? ტუშონკა რა. საერთოდ არ ვაფშე არც მათლობს კი ამ წიწკნის პროსტა. თუ მათლობს. კაი. მოკლედ ეხა ჩვენ ამას დავასხავთ ცხელ წყალს ადუღებულს 5 წუთი. მერე ამოურევთ. კარგად ამოურევთ და მერე გავაჩერებთ 3 წუთი და მერე უკვე დავაგემოვნებთ. როგორ თუ ხევს ხოთანში უადელია. ეყოფა? ეს ძალიან ვერ შეიწოს რო ისო. შეიწოვოს. ძალიან მარტივად. ესე წამოვაგებთ. ცოტა დიდებს ავარჩევ რა. შვენიერი. ცოტა ხო არ დავწიო დაბლა. არა, საკმარისია მე ძალიან დაიწვევ. ოჰ, shit. შეიწოვს კი არა პირიქით, ბრატ. ვაი, ეს დაგვრჩა. ეს არ ჩანდა. არა, ეგ არაა პრობლემა. არ გახიო. რატო არ გაინტერესებს? ის არის შესანახი, ვერა. რა შესანახი соуსი? არ არის ძმო соуს შანსი. რა წერია, მოდი წავიკითხო. შანსია. Do not microwave, don't eat. მართალია. აი, ამოურიოთ. საკაიფოთ ამოურიოთ. სუნი კაი წამოიღო, მაგრამ ძალიან რაღაცნაირი ვიზეა. მე მგონი ცოტა ბევრი წყალი მოგვივიდა რა. მაგრამ გადავწურავთ რა. არ ვიცი როგორ გაურისკავ ამას. საკაიფოდ გახურე. ძალიან კაი რაღაცაა. ხო, მაგრამ ნახე აქ მე მეგონა რომ ანუ 12 საათიანი გახურება აქვს. მე რაღა გი. მაგრამ პატარა. ანუ იდეაში ძალიან კაი რაღაცაა. მე ხა გამისწორდა, მართლა იმას შევა. გააძრება. სადა მაღლა? წაგე. აგე. ოპა, როგორ გადავ? ანუ მუშაობს რა, გირჩევთ რა ვისაც. მოკლედ, სიმართლე რო გითხრა, ამის ჭამას მე ბოლომდე მაგრამ მაგარი სუნი აქვს ბიჭო. სუნი კაია. ყოზით გადმოიღე. მომეც გადმოგიღე. იყოს. რა წავ? მე ერთი შემოძმო. აი მე. ბევრი წყალი აქვს, მაგრამ მე მარტო მაკარონებს ამოვიღე. აუ რა გემრიელია. მოგწონს ბატონო დოთკა? აუ ძალიან. მე ნახე რა მაგარი სამოვიღე პარტი. მე და მე ვასაც ძალიან. და შენი შეფასებით 10-დან რამდენს დაუწერდი აი ამ ლაზანიას? ბიჭო, აი 8 ვიღოთ ეხა. ეს ხო გადის ერთჯერად სუპებში. აი მსგავს კატეგორიაში რა. ხო, კემპინგის საფად მოამზადო ხო რა. 10-დან 8 რა. ეკუთვნის, იმიტომ რომ წვნიანის იმას ტოვებს რა, გემოს რა. იმენა ბავშვობაში დამაბრუნა. რატო? ეს ოფერს ბებია ჩემი აკეთებდა ხოლმე ლაზანიას. რომელი სოფელი იყო? საითკენ. ზემო ნიუ-ჯერსი. ეხა თორნიკე მოამზადებს ნამდვილ ვაზისუბნურ ვარკეთილულ ჰოთ-დოგებს. მეგობრებო, კომენტარებში დაწერეთ თუ გინდათ რომ საჰოთ-დოგე გავხსნათ. Holy shit. ესე ჩვენი ჰოთ-დოგები. ყველაზე მარტივი და სწრაფი. ეხლა კი შევექცეთ. თორე ძალიან მინდა უკვე თევზაობა. დავიწყოთ? დავაი.
ძალიან კაია. თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ესეთი ჰოთ-დოგი, ძალიან გემრიელია. მაგრამ თუ სოსისი არ გაქვთ, ყურით და იმითაც ძალიან გემრიელი იქნება. ამ სალატს ქვია ავოკადოს სალატი. მაგრამ ავოკადო თუ არ გაქვთ, ისე შეგიძლიათ გააკეთოთ, ძალიან გემრიელი იქნება. კარგი დღე გამოვიდა ასე თუ ისე, ცოტა დაბრკოლებები იყო, გადავლახეთ, ამოვედით თბილისის ზღვაზე, იყო კემპინგი, იყო unboxing-ი. რაც შეეხება unboxing-ს, beef lasagna მე დავუწერდი 10-დან 800. ნორმალური რაღაც იყო. გიოს ძალიან დაევასა. მე 10-დან 900 დავუწერდი, იმიტომ რომ ძალიან დამევასა. ჩააწოდა ისე ჩამა. ლობიოსავით. ო, რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს, ძალიან გამოსადეგი ნივთები აღმოჩნდა ყველაფერი. რაც შეეხება შემდეგ ვიდეოში იქნება ძალიან ბევრი რაღაცის განყოფა. ძალიან მაგარი რაღაცები ჩამოვდის, რაც საქართველოში არ იყიდება. ამიტომ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, არქი გამოიწერეთ და დალაიქეთ ვიდეო. ნახვამდის.